ივანიშვილის ცოლი მოკლული მასწავლებლის დედის მიმართვას პასუხობს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, დარწმუნებული ვარ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, წერს ეკატერინა ხვედელიძე. ის შვილმკვდარ ქალს სულიერ სიმტკიცეს, ძალასა და სიმშვიდეს უსურვებს. კიდევ კარგი შაბათ კვირა შემარგეს, ასე ეხმაურება ექიმი და ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ელენე ხოშტარიას მის კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილებას. ნადირაძე ამბობს, რომ ინფორმაცია Facebook-იდან გაიგო. როდესაც ელენე ხოშტარია პაციენტი გახდება, მერე ხმას არ ამოვიღებ, ეს წესია, თქვა მან. უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსული არმიის კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრი დაბომბა. ზელენსკის ცნობით ეს იყო სპეციალური სატელიტური კომუნიკაციის ობიექტი, რომელიც უკრაინაში რუსული საოკუპაციო კონტინგენტის საქმიანობის დაზვერვისა და კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა. მზადდება შესაბამისი ქმედებები მტრის სხვა მსგავსი ობიექტების წინააღმდეგ, აცხადებს პრეზიდენტი. სასოწარკვეთილი რუსების მიმართვა პუტინს. ძვირფასო და პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინ, ჩვენ გჭირდება თქვენი სიტყვა დამშვიდება, ამბობს ბენზინის რიგში მყოფი ქალი ვიდეო მიმართვაში. საწვავის კრიზისი ყოველდღიურად რუსეთის უფრო მეტ რეგიონს უქმნის პრობლემას. საწვავისთვის კილომეტრიან რიგებში მდგარი მოქალაქეები ვიდეოებს ერთი მეორის მიყოლებით აქვეყნებენ და არსებული რეალობის გამო წუხან.